შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ჩინეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტია. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას. ორ ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერებასთან ერთად საუბრის მთავარი თემა იყო სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. მხარეების სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე იმსჯელეს განსაკუთრებული აქცენტი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ინვესტიციების განხორციელებაზე და პოლიტიკურ დონეზე ურთიერთმხარდაჭერაზე გაკეთდა. რა მნიშვნელობა ენიჭება ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებას შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგის ფონზე. მოამბე პეკინიდან პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს შალვა სუმბაძე აშუქებს. საკმაოდ დატვირთული გამოდგა დღევანდელი დღე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისთვის. მთელი დღის განმავლობაში ჩინეთის სახალხო კონგრესის შენობაში მიმდინარეობდა შეხვედრები ქართულ და ჩინურ მხარეებს შორის. გაფართოებულ ფორმატში არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა ჩინეთის სახალხო კონგრესში, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა მის კოლეგასთან, რომლის მოწვევითაც 20 წლის შემდეგ პირველად ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მხარეებმა იქამდე ვიდრე დახურულ ფორმატში გადაინაცვლებდა შეხვედრა. მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ერთმანეთის დელეგაციებს. შალვა პაპუაშვილმა როგორც მოწვევისთვის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ჩინეთის მხარეს გადაუხადა მადლობა, ასევე გამოთქვა, რომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთგულია ერთიანი ჩინეთის პრინციპის. ბუნებრივია მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე აღინიშნა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად აუცილებელია, რომ ეკონომიკური კავშირები, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის, კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამ მიმართულებით აღინიშნა, რომ მაგალითად საქართველოს მდებარეობა და შუა დერეფანში საქართველოს როლი არის მნიშვნელოვანი და პერსპექტიული ნაწილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების. ბუნებრივია ყურადღება გამახვილდა ასევე სხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, მათ შორის ჩინურ ინვესტიციებზე საქართველოში, ასევე ყურადღება დაეთმო პირდაპირ ფრენებს, რომელმაც საკმაოდ განავითარა ჩვენს ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა და ტურისტული ნაკადები არის მზარდი. ყურადღება ასევე გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტზე ჩინეთის მიმართულებით და აღინიშნა, რომ ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთი არის მზარდი ბაზარი ამ მიმართულებით და ბუნებრივია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე თავის მხრივ ჩინურმა მხარემ მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ჩინეთში ვიზიტისთვის. შეხვედრის დასასრულს კი შალვა პაპუაშვილმა ჩინელი კოლეგა დაპატიჟა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, რომელიც როგორც თავად პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, საკმაოდ დადებითად შეხვდა ამ ასე ვთქვათ შეთავაზებას და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში უკვე საქართველოში ვიხილოთ ჩინეთის სახალხო კონგრესის დელეგაცია. საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობამ ბოლო წლებში შესანიშნავი წინსვლა განიცადა. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და სტრატეგიული პარტნიორობით უფრო და უფრო მეტი პირდაპირი კავშირებით ჩვენს ქვეყნებს შორის, ხალხთა შორისი კავშირებითა და ერთმანეთის კულტურის გაცნობით, ბიზნესსაც მიეცა მეტი შესაძლებლობა ინვესტიციებისთვის, საქონლის ექსპორტისა და იმპორტისთვის. საქართველოსა და ჩინეთს აქვს საერთო ძალისხმევა, რომ დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე მტკიცედ დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ოდესაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის ჩამოშლის მომსწრენი ვართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ქვეყნებისთვის. ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩინეთი საქართველოსთვის ჭეშმარიტი და სანდო, კარგი მეგობარია. ჯერ კიდევ 2000 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის ისტორიულმა აბრეშუმის გზამ ხალხები დააკავშირა. ჩვენი ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 35 წლის განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები მუდამ ჯანსაღი და სტაბილური განვითარების გზას მიჰყვებოდა. ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებების საფუძველზე უნდა დავაფასოთ და განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. აქტიურად შეუწყოთ ხელი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალ საფეხურზე აყვანას.
ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ურთიერთპატივისცემისა და ორმხრივი სარგებლის სულისკვეთებით ავითარებდნენ თანამშრომლობას. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობები თანმიმდევრულად და სტაბილურად განმავითარეთ და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან და ნაყოფიერ შედეგებს მივაღწიეთ. ბოლო წლებში ორი ქვეყნის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის პირობებში ჩინეთმა და საქართველომ დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რის შედეგადაც ორმხრივი ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული კონგრესი მზად არის საქართველოს პარლამენტთან ერთად იმუშაოს ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმების განხორციელებაზე. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას დღევანდელი შეხვედრების მნიშვნელობაზე, იმ მაღალი რანგის შეხვედრებზე, რომელიც მხარეებს შორის გაიმართა. მათი აზრით ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს მაღალი პოლიტიკური თანამშრომლობის შესაძლებლობა, არსებობს დიდი ისტორია, რომელიც აკავშირებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას. გამოითქვა სურვილი, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, მათ შორის აღინიშნა, რომ გარკვეული მიმართულებით ორი ქვეყნის პარლამენტების თანამშრომლობაზე არსებობს მზაობა და ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გადავა. არის მომავალზე გათვლილი გარკვეული სტრატეგიული ხედვები, რომელიცაც ჩინეთის საკმაოდ სერიოზულად განიხილავს, როგორც არიმანეთად. ჩინეთისა და საერთოდ აზიის რეგიონის დაკავშირება ევროპულ ბაზრებთან. საქართველოს მნიშვნელობა როგორც შუა დერეფნის გეოგრაფიული მდებარეობით ქვეყნისადმი და საკმაოდ ისეთი ხაზგასმული თანასწორი ურთიერთობა, პოლიტიკური ურთიერთობა. ქონდა საუბარი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და მადლობა გადაუხადეთ ჩვენ მხარეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე დავარწმუნეთ ჩინური მხარე, რომ ჩვენ ვიქნებით ერთგული ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისა. საუბარი შეეხო ასევე საპარლამენტო განზომილებას. ჩვენ ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებაზე. ვისაუბრეთ საერთაშორისო სამართლის და წესრიგის მნიშვნელობაზე. ჩინეთი და საქართველო ორივე ვთქვათ თავარ პრინციპზე, რომ მშვიდობიანი განვითარება არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც სამწუხაროდ დღეს გამოწვევების წინაშე დგას და ამ მხრივ ჩინეთს განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გლობალურ მოთამაშეს, რომ ამ აღრეულ დროში როდესაც ხედავთ ჩვენ კოლაფს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა, შეძლოს საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში დაბრუნება საერთაშორისო ურთიერთობების. ასეთი იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დღევანდელი დღე ჩინეთის დედაქალაქში. ხვალიდან დელეგაცია უკვე გადაინაცვლებს შანსის პროვინციაში, ქალაქ სიანში, სადაც ასევე დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის განვითარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.